მოგესალმებით. მე სალომე ვარ. ეს არის ნუგეშის პირველი ეპიზოდი და დღეს ვიმყოფებით ჩემს პირველ მონასტერში. ეს არის ადგილი, სადაც პირველად ვნახე მონაზონი. პირველად მოვისმინე, როგორ გალობს დედაო. და სწორედ აქ გავიცანი ჩემი სულიერი მამა გიორგი. დღეს გაგაცნობთ ჩემს სულიერ მოძღვარს და ვისაუბრებ საკითხებზე, რომელიც ყველაზე ხშირად გაინტერესებთ ხოლმე. რომელთან დაკავშირებითაც ყველაზე ხშირად მწერთ ხოლმე. ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ მონასტერში მოსვლა, იმიტომ რომ როცა ამ ეპიზოდისთვის ვამზადებოდით, კიდევ უფრო მეტი რამე გავიგე ამ ადგილის შესახებ. და გავიგე, რომ ამ მონასტრის დაარსება უკავშირდება ერთ საოცარ ადამიანს, მარიამს, რომელსაც ჩემსავით ძალიან მყარებია ბროწეულები. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო დიდ კავშირს ვგრძნობ ახლა ამ ადგილთან და ვგრძნობ, რომ ისიც ჩვენთან ერთად არის და გვეხმარება ამ დიდებულ საქმეში. დავიწყოთ. გამარჯობა, მამა გიორგი. მშვიდობა მოგცეს მეთქინეთ. სალოდ დაგლოცოს ქრისტე. მადლობა თქვენთან ერთად. მამა, პირველად თქვენთან რომ მოვედი, ვიყავი 14 წლის. 24 წლის ვხდები წელს. ამდენი დრო გავით. 10 წელი გასვლა. ფაქტობრივად გამომზარდეთ. ხო. falsed ფილში. ჩემზე ვერ ვიტყვი ახლა რომ მე ვქენიე ყველაფერი, მაგრამ მე მიხარია რომ 10 წელი გავიდა, გასულა უფრო სწორედ, ასე არც ვიცოდი და 10 წელი გავიდა და რეალურად დღევანდელ დღემდე რომ მოვედი და ყველაზე მეტად ის მიხარია რომ ნუ შენ ხო ხშირად გნახულობ ისედაც მსახურებებზე, წირვაზე, ლოცვაზე, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მეტად მიხარია რომ შენი ეს ინიციატივა მეგობრებთან ერთად რომელიც წამოიწყე პროექტი რომელსაც ნუგეში უწოდე, ეგ მახარებს. თვითონ პროექტის არსებობა და მახარებს კიდე რომ ერთ-ერთი ინიციატორი და ფუძემდებელი ამ ყველაფრისა შენ ხარ. აი ეს განზრახვები რო გაქვს და ეს განწყობა რო გაქვს, ეგ მახარებს. ხარობ როგორც მამა, როგორც შობელი, ხო, როგორც მოძღვარი, რომ აი შეიძლება ცოტათი ცირედი წვლილი რაღაცაში მეც გქონდეს ამ ყოველ. ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით ამ ყველაფერში და მინდა ვთქვა, რომ თქვენი ლოცვა კურთხევით არის ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება და ღმერთის წყალობით ესე მინდა რომ იყოს მთელი ცხოვრება. ამ პროექტშიც, ჩემს ცხოვრებაშიც. ხო, ითხოვდეთ და მოგეცემათო და ჩვენ ხო მაგას ვითხოვთ ღვთისაგან, რომ აი შეგვაძლებინოს რომ გავხდეთ უკეთესები, გავაკეთოთ უკეთესი საქმეები და მე ვფიქრობ, ეს რაღაცა ახალი ეტაპია, ხო? დიახ. ახალი ეტაპია აი პროექტი. ახალი ტკბილი. ძალიან. თვითონ სახელით ძალიან საინტერესოა. ნუგეში. შენ მოიფიქრე? კი, და პირველად ეს სიტყვა მონასტერში პირველად რო ვიყავი, დედაოსგან მოვისმინე. და იქამდე ხა ცხოვრებაში როგორ არ მექნებოდა მოსმენილი ეს სიტყვა, მაგრამ არასოდეს არ დავკვირვები ვარ, რამდენად ძვირფასი სიტყვაა და მაშინ განვამარტინე, რომ მეთქი, აი, რას ნიშნავს მეთქი ნუგეში თქვა, აი, თქვენთვის რას ნიშნავს თქო და ისე ლამაზად ამიხსნა, ისე ლამაზად, რომ იმ დღიდან შემიყვარდა ეს სიტყვა და ძალიან ვუფრთხილდები და თუ კი ადამიანს ამ სიტყვას უწოდებ, ანუ ეს ადამიანი მართლა ძალიან დიდი ნუგეშია ჩემთვის და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ძალიან დიდი ნუგეში ხართ ჩემთვის და მაინტერესებს თქვენთვის რა არის ნუგეში. კი ბატონო. ვიდრე უშუალოდ თვითონ ტერმინის განმარტება შევეხებით, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური კუთხით. ნუგეშის შესახებ ვიტყვი, რომ ჩემთვის ახლა ნუგეში ერთვის ხრო ის არის, რომ თქვენ ხართ აქ. მოძღვრისთვის მღვდლისთვის უპირველეს ყოვლისა, ნუგეში და მშობლისთვის, მოდი ასე ვთქვათ, ნუგეში არის, რომ ხედავს, რომ მისი შვილი კეთილად არის აღზრდილი. ეს არის, არ ვიცი, დამეთანხმება ახლა, ვინც ჩვენს შეხვედრას ნახავს, ვინც ამ პროექტს გაეცნობა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შვილი ყავს, ეს არის ძალიან დიდი ნუგეში. თან როდესაც უყურებს, რომ აი შვილი კეთილად არის აღზრდილი, ეს არის ყველაზე დიდი ნუგეში. ხოლო რაც შეეხება თვითონ მართლმადიდებლური კუთხით, ნუგეში ეს არ არის რაიმე მარტო სიხარული მაგალითად, ან რაღაცა დამშვიდება. ეს უფრო არის ღვთისმადლის მოქმედება ჩვენს გულში. აი ეს არის. და
უფრო რემ წმინდა მამები ესე გვასწავლიან, რომ აი ნუგეში ადამიანს ეძლევა, როდესაც რაიმე განსაცდელი აქვს, როდესაც რაღაცა დიდი ტკივილი აქვს, ანუ ისეთი რაც შეიძლება მის ძალებს აღემატება და ვერ უმკლავდება. აი აქ ღვთისმყოფობა გამოჩნდება ხოლმე ჩვენ სიახლოვეს. ეს არის ჩვენი ნუგეში. ნუგეში თვითონ შეიძლება იმ მეხსეულად რაღაცა სირთულეს არ აღმოფხრის, მაგრამ რეალურად ძალას გვაძლევს. რომ აი ეს ტკივილი თუ განსაცდელი გადავიტანოთ თვითშეწევით. მოდი ასე ვთქვათ, რომ ჯვარი რო ვატაროთ. ეს არის ჩემის აზრით ნუგეში, ის რაც მე მომისმენია, ან როგორც მე ვუყურებ ამ საკითხს. ეკლესიურ გზაზე რა საჭიროა ნუგეში? იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ნუგეში მარტო განსაცდელისას არ სჭირდება ადამიანს და შესაძლებელია, რომ სულიერ გზაზეც ხშირად სჭირდებოდეს ეს მუხტი და თქვენ რას ფიქრობთ? კი ბატონო. ნახეთ როგორ არის. ნუგეში ჩვენ თუ ვიტყვით და თუ თანხვდებით დაუშვათ იმაზე იმ მოძღვრებაში, რომ ნუგეში ეს არის საღვთო მადლის მოქმედება, რა თქმა უნდა, ნუგეში მარტო ტკივილების და განსაცდელის დროს არ გჭირდება. არა, ის მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენს გვერდით უნდა იყოს. და თვითონ, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ეკლესიის წიაღში ვართ, არა მარტო მაშინ, როდესაც რაიმე გვტკივა, არა ხარობთ, უბრალოდ ჩვენთვის ნუგეში არის ის, რომ მე ყოველთვის განვიცდი უფლის ერთობას, უფალთან ერთობას. შესაბამისად ვერ ვიტყვი მარტო რომ ტკივილის დროს, არა, ყოველთვის. ყოველთვის გვჭირდება, იმიტომ რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. ხო და ღვთისგან დაშორება მისთვის წუხარებაა. და ღმერთთან ერთობა, მისი სიახლოვის განცდა, მისი მადლის მოქმედების განცდა, ეს ყოველთვის გვახარებს ჩვენ და მე უფრო მეტსაც ვიტყვი, ყოველთვის გვჭირდება, იმიტომ რომ ღვთის გარეშე ჩვენი მყოფობა ძალზედ რთული წარმოსადგენია და ძალზედ რთული იქნება ამ წუთისოფლში. ამიტომ ნუგეში ყოველთვის გვჭირდება. ტაძარში, ტაძრის მიღმარჯვება სადაც არ უნდა ვიხოთ. ერთ-ერთი საყვარელი კითხვაა ჩემთვის, როცა ვამზადებდი ამ კითხვებს. ადამიანისთვის ეკლესია რა ნუგეშია? პირველ რიგში ეს მაინტერესებს და შემდეგ მაინტერესებს ეკლესიისთვის რა ნუგეშია ადამიანი, რეალი. იმიტომ რომ აი რაღაც ამაზე არ დავფიქრებულა რა იქამდე, რომ რეალურად თურმე ეკლესიისთვისაც, თქვენთვისაც, სასულიერო პირებისთვისაც რამხელა ნუგეში ვართ ჩვენ, როგორც მრევლი, როგორც ადამიანები. აი ამაზე თქვენი აზრი მაინტერესებს. მოდი ჯერ რა თქმა უნდა ეკლესიას უნდა შევეხოთ, ხო? რა ნუგეშია ადამიანებისთვის ეკლესია. მოდი ნახეთ ეკლესია. ვიდრე ეკლესიამდე მივა ადამიანი, ხო იბადება რა, ნუ სულ ცოტა ადამიანი ამ წუთის სოფელში უნდა მოვიდეს, ხო? რაღაც გარკვეულ წლებამდე მივიდეს, რომ შემდეგ უკვე მშობლების დახმარებით თუ უკვე თავისით მიდის ეკლესიაში. მაგრამ წუთის სოფელში რომ მოვდივართ, წუთის სოფელი გვაძლევს რაღაცა სიკეთეს, ისე არა ვართ სიკეთის გარეშე, ხო? სიხარულს გვაძლევს, ბედნიერების განცდას გვაძლევს, მაგრამ ეს ყველაფერი, როდესაც ჩვენ რაღაც გარკვეულ ასაკში მივდივართ, ხვდებით, რომ სადაც საწყისი რო არის, აი რომ მოვედი, ვიცი რომ დაკვირვების მხრივ უკვე ხვდები, რომ ეს ყველაფერი სადღაცას იცით დასასრულსაც გულისხმობს. მაგრამ როდესაც მივდივარ ეკლესიის წიაღში და ვისმენ იქ ღვთის სიტყვას, პირველი მანუგეშებელი ეს არის ჩემთვის. როდესაც ვისმენ ღვთის სიტყვას. მერე ასაკობრივია ესეც, მაგრამ უკვე სიღრმეებში რომ მივდივარ, რომ თურმე რას მეუნება ეკლესია, რომ სიკვდილი ეს გადადაცვალება ეს განაჩენი არ არის. ამით არ ვთავდება. არამედ მეუქნება პირიქით. რომ აი როგორც ამბობენ წმინდა მამები, რომ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებით. ეკლესია მეუნება, რომ აქ კი შეიძლება მწუხარება გქონდეს, შეიძლება სწუხდე, ტკივილი გქონდეს. მაგრამ აღგიქვავს იმ მარადიულ ნეტარებას და სიხარულს ცათასასუფეველში უფალთან ერთად და ეს ეკლესიის გარეშე შეუძლებელია. აი გაგახსენდება ალბათ ძალო ნეტარებები. მეორე ნეტარებაა რომ ნეტარიყვნენ მგლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი ნუგეშინის წემოლიქმნენო. ხო გახსოვს ეს? მაგრამ ეხლა რო დავუკავშირებთ რეალურად ეხლა წუთისოფელი ვახსენე და ეკლესია და რაღაცნაირად დაპირისპირებაში მოდის. ამას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი და რატო? ჩვენ აქ როგორ აღვიქვათ, ვინ არის ნეტარი? ადამიანები რომ ვიღაცა რაღაცა კეთილად წარიმართა, რაღაცა მატერიალურად, სოციალურად კარგარი გახარებულია. ჩვენ მგონია რომ ის არის ნეტარი. ადამიანები ასე აღიქვავენ, ნუ ის არის. მაგრამ აქ გვეუბნება ეხლა ეს მეორე საგალობელი, რომ ნეტარი იყვნენ მგლოვარენი გულითა. რამე თუ ისინი იქნებიან ნუგეშინის წემოლებიო და ეხლა თუ აკვირდები რომ კაცი რომ ბედნიერია და გაცინებულია მგონია რომ ნუგეშინის წემოელი როგორ იქნება მგლოვარი. აი აქ ეკლესია პასუხობს ამაზე, რომ მე უნდა ვგლოვობდე და ვწუხდე იმ არ გაკეთებული საქმეების გამო, რომელიც ღვთის წინაშე მაქვს.
ვალდებულება. აი რომ არ ვახარებ ჩემს მამას, აბზრუნავ მისი სიტყვის აღსრულებაზე. აი ეს მგლოვარება თუ მაქვს, რომ მე არა ვარ კარგი შვილი, ჩემი შემოქმედი ღმერთისა, ხო? აი ამის გამო თუ წუხვარ და პტირი ვარ და ვცდილობ გამოსწორებას, აქ უკვე უფალი მეუბნება, რომ ასეთი ადამიანი არათუ შეწყნარებული, არამედ ნუგეშინის ცემულიც იქნება. შესაბამისად, ეკლესია ჩვენთვის ეს არის. აი ეს მანუგეშებელი. ეხლა ჩემთვის ეკლესია, ანუ ჩემთვის როგორც ღვთელსახურისთვის და ზოგადად მოდი ეს ვთქვათ ეკლესიისთვის და მისი მოძღვრებისთვის. ეს არ არის ერთი ადამიანი. აი დავუშვათ სალომო მოვიდა, გიორგი მოვიდა. აქ ჩვენ ადამიანებზე არა გვაქვს საუბარი. თქვით რომ ადამიანი რაღაც თავის მყოფობას, რაღაც გარკვეული დროში მოღვაწეობს. მოვა და წავა. მაგრამ ჩვენ აქ საუბრობთ რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ტაძარში მოდის, ღვთის სიტყვას ისმენს და ცდილობს რომ დაემოწაფოს მას, ასეთი ადამიანის სული გადარჩება. ეკლესია ხარობს ამით. რომ ეს ხომ მებრძოლი ეკლესიაა, სალო, ასე უწოდებს, ხო, წმინდა ეკლესია. არის მენდღესასწაული ეკლესია და ჩვენ და ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანები ვხარობთ, რომ ეს ადამიანი ხორციელად ვიცით რომ ყველა დაუტევთ, მაგრამ სულიერად გადარჩება და მარადიულ ნეტარებაში იქნება და ჩვენი სიხარული ეს არის ეკლესიის წიაღში მყოფისა. რაც მეტი ადამიანი მოდის, უყურებთ როგორც ღვთის სულს. ღვთისაგან გამოსულს, რომელიც სათასასოფებლის ღირსი უნდა გახდეს. ეს არის ჩვენთვის უდავესი სიხარული. განსაკუთრებით ხარ შეეხებოდით ჩემს თანატოლებს. აი, როცა ხედავთ რომ ახალგაზრდები მოდიან წირვაზე, მე განსაკუთრებით მენუგეშება ეს ყველაფერი. და თქვენ რას ფიქრობთ? იცით როგორ არის? მე ვფიქრობ რომ აი თავის დროზე მეც ხო ვიყავი შენ ხელა, ხო? ხო და აი დაახლოებით მე ერთსაც ვიტყვი რომ 20 წლის ვიყავი საერთოდ რომ მოვინათლე. მანამდე მონათლულიც არ ვიყავი და ჩემი ეს ტაძარში მოსვლა განაპირობა ჩემმა მეგობრებმა. კონკრეტულად ერთ კონკრეტულმა ადამიანმა, ჩვენმა მეგობარმა, თემურიმ, რომელიც დადიოდა ტაძარში, ახსარებებს ამბობდა, ეზიარებოდა მოძღვრისგან წარმოთქულ ქადაგებას, მე ჩვენ გვიზიარებდა ხოლმე, ვინც არ დავდიოდით ტაძარში და ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი. მე მივედით თვითონ მოусმინეთ და რაც დავარია. როდესაც მივედით მოძღვარი დაგხვდა იქ ისეთი რომელმაც აი რო იტყვიან ხელი რო ჩავკიდა არ გაგვიშვა. და ძალიან დიდი დამსახურება არა მარტო ჩემი უშუალოდ სიტყვაზე ტაძარში დამკვიდრების, არამედ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანის. რომ და რას მინდა ხაზი გავუსვა, აი მაშინ როგორ უყურებდი. რო თქვა რომ მახსოვს ახლა ის ქადაგებები და ის თეოლოგიური სწავლება მოძღვრება არა. უფრო მეტად ალბათ როგორც ბავშვებს აქვს ესეთი რამე, აი პატარა პაწუკა ბავშვებს რომ კი არ გისმენენ რას ლაპარაკობ. გიყურებენ როგორ ლაპარაკობ, აი ინტონაცია როგორია, ხო არ ბრაზობ და შინ არის ნაკლებად. ჩვენც ალბათ ესე ვიყავით. მოძღვართან რომ მივედით ეკლესიაში, უფრო მეტად უყურებდით მის დამოკიდებულებას ჩვენ, როგორ მიგვიღებდა, როგორ შემოგხედავდა, როგორ დაგველაპარაკებოდა და მადლობა უფალს, რომ ასეთი სასულიერო პირები ყავს ჩვენს დედა ეკლესიის წიაღში, რომელებიც ცდილობენ, რომ არა მარტო სიტყვაზე თეოლოგიური განათლება, არამედ გულწრფელი, აი უშუალო ურთიერთობა ანახოს. პირველ საწყისზე, აი მე ვიტყოდი ჩვენი მსვენელებისთვის, რომ პირველ საწყისზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახო ადამიანი, რომლის მიმართ ნდობა გაგიჩნდება, განწყობა შეგექმნება, იმიტომ რომ თუ ნდობა და მიღება არ მაქვს, ალბათ გამიჭირდება მისი სიტყვის მოსმენაც. შესაბამისად ურჩევდი, რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შევქმნილი და მსგავსად და ჩვენ არა ვართ მარტო ხორცი, არამედ სული უფრო მეტია, ანუ აღემატება ადამიანში და აი ამ სულისთვის უნდა იღვაწოს ადამიანმა. შეიძლება მივიდეს ერთ ტაძარში მაგალითად და ვერ მივიდა მოძღვართან, რაღაცნაირად არ შედგა კომუნიკაცია. არ ჩამოყაროს ფარხმანით. მეორე ტაძარში, მესამე ტაძარში მივიდეს და გამორიცხულია, რომ ისეთი ადამიანი არ ნახოს, აი ვინც ნამდვილად მას ნუგეშად ექცევა. ამიტომ ცალსახად ჩვენი სულის გადარჩენისთვის ვფიქრობ, რომ უნდა ვიბრძოლოთ და ბევრიც ვიღვაწოთ. ამას ურჩევდი. მე მახსოვს პირველად თქვენ გნახეთ ბზობას ტაძარში ეზოში რო ფეხი შემოვდგი. აი რაღაცნაირად თქოს მეოდებოდით და ესეთი ნუგეში მოგხოლმე გულში რომ მამა გიორგი მაშინ მე მეოდებოდა თქო იმ დღეს, იმიტომ რომ როგორც კი ფეხი შევდგი ტაძრის ეზოში, მაშინ გამოიხედეთ კარებისკენ და რომ დავინახეთ პატარა ვიყავი მოსუსკნոր. ჯერ რა ვარ და მაშინ უფრო პატარა ვიყავი, პატარა სალა. ხო და აი ვერაფერი ვერ გითხარით, აი რა შემოგხედეთ, აი ეგ ვიგრძენი რა, რასაც ეხლა ამბობთ და ვერაფერს ვერ ვამბობთ.
უბრალოდ მოვედი და მეთქი ნეტა თვითონ მითხრას რაღაც ნეტა თვითონ მითხრას თქო და დავმოცეთ მაშინ და ეგ იყო ჩემთვის საწყისი. და მე ვფიქრობ აუცილებლად იპოვის ადამიანი, რომელსაც რეალურად წყურვილი აქვს, რომ იპოვოს, აუცილებლად იპოვის და ეხლა ძალიან რთული ალბათ მე რო ვისაუბრო, მაგრამ რა ბუნებრივია, რაც ზოგადად მამათა სწავლებაში შეიძლება უნდა ითქვას ის, რომ ვიდრე მამათა სწავლებაში შევეხები, ასეთი ხალხური ნათქვამია სალომე, რომ ესე იგი თვალები ყურებზე მეტად სარწმუნოა. ანუ რასაც ხედავ, ამას უფრო მეტად სარწმუნოდ იღებ. შესაბამისად, როდესაც მე მაგალითად მინდა რომ მოძღვარი მყავდეს, არა? რა თქმა უნდა, ერთია რომ ვისმენ მის ლაპარაკს, მაგრამ რასაც თვალები ხედავენ, ეს უფრო მეტი დამაჯერებლობაა ჩემთვის. ამიტომ, როდესაც უყურებ მოძღვარს, მაქვს მასთან კომუნიკაცია შეხება, უნდა მოძღვარი უნდა გამოირჩეოდეს იმ თავდაბლობით, უშუალობით, სითფოთი, მზრუნველობით, ხო? და რა თქმა უნდა, ყველა მოძღვარს მოგვითხოვება, რომ უნდა იყოს მოძღვარი ცოდნა უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩვენ თვითონაც, როდესაც კი სიხარული მაქვს, ალბათ წარმოიდგინე, რომ ადამიანი ტაძარში მოდის, მაგრამ რამხელა პასუხისგებლობაა. ბევრჯერ მომისმენია, რომ მშობლები ნერვიულობს, რომ კი მომცა მამაო, მოძღვარ უფალმა შვილი, მაგრამ ძალიან ნერვიულობ, ვაი თუ ვერ აღზარდო, ვაი თუ ვერ გავზარდო, ვაი თუ ვერ ცხონდეს, ხო და ჩვენი მოძღვრების უპირველესი მოვალეობა ის არის, რომ ღვთის სიტყვა მოვიტანოთ ადამიანთან. ანუ სწორი მიმართულება მივცეთ და შესაბამისად ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მოძღვრებისთვისაც, ჩვენთვისაც და ამას რა თქმა უნდა ასეც უდგებით და უბრალოდ როდესაც მე ვეძებ მოძღვარს, აი ეს თვისებები თუ არ ქონდა მას, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს კავშირი არ შედგა, მაშინ ჯობია რომ სხვა მოვწერო, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ მოძღვართან მქონდეს ურთიერთობა და აი ბოლომდე გულწრფელი არ ვიყო მასთან, ან ბოლომდე ვერ ვიხსნებოდი და ვერ ვსაუბრობდი. ეს დამაბრკოლებელი ხდება მე თუნდაც აღსარების დროს, რაღაც პირადი საუბრების დროს. ამიტომ როდესაც ნახავ ადამიანს და მიტყვი რომ აი ეს იქნება ჩემი მოძღვარი, აი ვისაც მე ბოლომდე მივენდობი, ხო? აი მაშინ განიხარებს უფალი. მაშინ განიხარებს და მაშინ გექნებათ კიდე დიდი სიხარული. და თავარი სამკაული როგორც ქრისტიანისთვის, მღვდრისთვისაც მე ვფიქრობ უპირველეს ყოვლისა თავდაბლობაა. ერთს გავიხსენებ მოძღვართან დაკავშირებით. აქედან წავედით ტაძრიდან, იცით თქვენ, მოსალოდსა წავედით ათონზე. ნუ ერთ-ერთ მონასტერში მივედი და მამებთან ერთად. და შევხვდი ერთი მოხუცებული ბერი კაცი, რომელიც აი მისი კვართიც კი დაკერებული იყო რამოდენიმეჯერ. მოხუცი იყო ცოტა წელში მოხრილი და ეს კაცი დაგხვია. მიგვიღო, გაგვიმასპინძლა, ჩაი ყავა შემოგთავაზა, წაგვიყვანა სათითაოდ, ყველას თავისი ოთახი მიგვიჩინა. ხელით გვანიშნებდა, რომ აი ეს განრიგია მსახურებისა, მე გვეუბნება, რომ აი ეს ჭამის დრო, ის ბერძნულად ლაპარაკობდა. ნუ ჩვენ ბერძნული არ ვიცოდით, ჩვენ ქართულად, მაგრამ რაღაც ისეთი უშუალო კომუნიკაცია შედგა. რომ აი გაგიხარდებოდა, გესიამოვნებოდა და მე იქ ერთი ქართველი ერისკაცი იყო, რომელსაც ვკითხეთ, ვინ არის თქო ეს ადამიანი და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ყოფილა მთელი აი ამ მონასტრის სულიერი მოძღვარი. ასეთი ბერძნული ტერმინია პნევმატიკოსი თუ სწორედ ვამბობ, ხო? ანუ მთელი უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ამხელა ადამიანი, ამხელა მონასტრის მოძღვარი დაგვდათ ჩვენ ვერც ვიცანით. ჩვენ ბოლომდე მოგვემსახურა, წარმოიდგინეთ, იმაშიც კი დაგვეხარო, რომ რაღაცები მიგვეტანა ჩვენ საკუთარ, ესე იგი მოსასვენებელ ოთახებში, კელიებში. ხო და ეს ჩემთვის ახლა უცხო კი არ არის, ბევრჯერ წამიკითხია მოძღვარი როგორი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად რო ნახავ ასეთ ადამიანს, აი ის ბერძნულად ლაპარაკობდა ჩვენ ქართულად, მაგრამ აი უბრალოდ ისეთი სიყვარული მაქვს დღესაც. ესეთი უნდა იყოს მაგალითი ჩემი აზრით მოძღვარი და მეც ახლა ამას რო ლაპარაკობ, ისე არ მიიღოს თუნდაც მსმენელმა, რომ ამის განსახიერება ვარ, მე არა ნამდვილად არ არის ასე, თუმცა ვიცით ვისკენ და როგორ ადამიანებს უნდა მივბაცოთ. ეს ნამდვილად ვიცით. ასეთები უნდა იწებონ იმ ახალგაზრდებმა, რომელსაც სულის გადარჩენა უნდა წასახდ. რას ვეთქვით იმ ადამიანებს? ვინც რეალურად ეცებს უფალს, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს რა, ვერ მიდის ტაძრამდე. როგორ არის? ალბათ რაღაც მიზეზი უნდა კონდეს, ხო? ახლა რატო ვერ მივდივარ? მაგრამ მეორე მომენტია, რომ კი შეიძლება ვერ მივდივარ, მაგრამ რეალურად მაშინ შეკითხვას ასედავს, რომ რატო მივდივარ? ანუ რა არის ჩემი მიზანი
ტაძარში რომ მივდივარ, თუნდაც რაზეც ვსაუბრობთ, მოძღვართან მივედი. რატომ მივდივარ მოძღვართან? მიზანი რა მაქვს? რა უნდა ახსრულდეს ამ ყველაფრის მერე? რაღაცა ხო მარტო კომუნიკაცია ხო არ არის და მარტო ის ხო არ არის, რომ მე ტაძარში მივიდე, თქვა სანთელი დავანტო, მოძღვართან ურთიერთობა არა. ამ ყველაფერმა რაღაცა უნდა შემძინოს. რო არ გაგვიგრძელდეს სიტყვა, უპირველეს ყოვლისა, სულის გადარჩენაზე ვფიქრობ. ჩემი სულის ცხონებაზე ვფიქრობ, ასე არ არის? რომ უფრო მეტად გავიგო ის ღვთის სიტყვა, რომელიც მაცხონებელია. შესაბამისად, შეიძლება დაბრკოლებები კი ქონდეს, რაღაცა წინააღმდეგობები და ბუნებრივია ექნება კიდევაც. იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერცერთ ადამიანს, რომელიც დღეს ეკლესიამ განგვიცხადა, რომ სიწმინდეშია ნეტარებას განიცდის, რომელმაც რაღაც დაბრკოლებები არ გადალახა. ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი დაბრკოლებაა და გამოწვევაა. როდესაც ნაბიჯს ვერ ვდგავ. ისე გულწრფელად გიტყვი ხლა, ვიდრე აქ მოვიდოდი და შენ რომ მითხარი, რომ ისა მამაო, ჩავწეროთ შენი გადაცემა, ხო? აქაც ვნერვიულობდი, რატო? აუდიტორია რო გიყურებს, რაღაც პასუხისმგებლობა დიდი. ამაზე ვნერვიულობდი, ხა, ბუნებრივია სულის ცხონებას რო ეხება საკითხი. აქ რა თქმა უნდა, რაღაცა დაბრკოლებები იქნება მივთუნდეთ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც მარტონი არა ვართ. აქ ის დაცემული ანგელოზები არიან, რომელიც დღედაღამ ლამობენ და ცდილობენ, რომ ადამიანი შიგნით შესული გამოიყვანოს გარეთ. ამიტომ უნდა გვახსოვდეს უბრალოდ რომ უფალი შენწე ჩემდა და ფარველ ჩემდა, ხო, რისი უნდა გვეშინოდეს, ან ვისი უნდა გვეშინოდეს და ეს განცდა თუ მაქვს რომ ღმერთია შენწე ჩემი, მაშინ ცალსახად ეს დაბრკოლებები ცალსახად გადაილახება. უბრალოდ გაათვითცნობიერეთ რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საკუთარი სულის გადასარჩენად და ასე მივდგეთ. მე ვფიქრობ, გამარტივდება მერე უფრო. მე ესე ვფიქრობ. ალექს, ეს საყვავილე გამიგე სად შეიცინეს? კაკი ძალიან მომეწონა. ეს ვარდები სხვათა შორის სალო გუშინ მოართვეს ალექსიმ და მისმა მეგობრებმა პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით 93 ვარდია და დედა ღვთისმშობელს მის ბრწყინვალე ხატს მოართვეს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით და ყველაზე მეტად რა მეხარია იცი საოცარია თვითონ ვარდების საოცარი თაიგულია ალბათ რა ვიცი ნებისმიერი ადამიანი მით უმეტეს კალბატონი გაიხარებდა და ჩვენთვის ხომ ყველასთვის დედა ღვთისმშობელია და მათ შორის რა თქმა უნდა პატრიარქისთვის უპირველეს ყოვლისა რა იმიტომ რომ სულ დედა ღვთისმშობელს ავედრებს ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად თვითონ ერში სასულიერო დასში ის დამოკიდებულება ასეთი სიყვარულის გამოვლინება მე ვფიქრობ პატრიარქს ყველაზე მეტად ახარებს მე ვიცი ასეთი ადამიანი, რომელსაც აქვს წესად ესეთი რამე. აქ ამ ტაძარში მოქვს ყოველთვის დღესასწაულზე ღვთისმშობლობის დროს დაიქული. ხო და მე ესეთი რამე უთხრა თავის შვილს. შვილი ყავს, რომელიც ტაძარში არ დადის და ესეთი თხოვნა მექნება შენთან. მე რომ გარდავიცვლებიო. შენო ყვავილებიო და ეს ყვავილები, რომელსაც აქ მოქვს თურმე იმ ქალბატონს რა ხდება? შვილი ჩუქნის დედას მოქვს დედა ღვთისმშობელთან და ეხა შვილს ეუბნება ესეთ რაღაცას რომ მე რო გარდავიცვლებიო ჩემი თხოვნა იქნება რომ ესო არ შეწყვიტო არასდროსო ყვავილები მე კი აღარ მომიტანო უკვე დედა ღვთისმშობელს მეუდანო ესეთი რამე უთხრე საიდან მოგაფიქრდათ მეთქი ესეთი რაღაცა და იციო რა არის მამაო ტაძარში რო არ დადისო ჩემი გარდაცვალების მერე მე ვიცი რომ მე არ დამივიწყებსო ამიტომ ვფიქრობ რომ თუ დედა ღვთისმშობელს ყვავილებს მიუტანო იმედი ჩამისახება რომ ისიც გადარჩება ძალიან საოცარია დამოკიდებულებაა ჯამაკარია დედა. ხო, ასე წარმოიდგინე ხა ადამიანმა ხორცში მყოფმა დედამ შეიძლება ეს განსაზღვროს, იფიქროს ამაზე და რა თქმა უნდა დედა ღვთისმშობელი, იმიტომ ყველასთვის არ არსებობს ასეთი დედა. მაგალითია დედობისა და შეგვეციოს მისი მადლი. პატრიარქი უდიდესი ნუგეშია ჩვენთვის. მოდი ასე ვიტყვით, ხო? რომ ეხა ერთი კაცია, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ერთი მოხუცი კაცია, ახლა ასე ვიტყოდი, საოცარი ადამიანია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ არ არსებობს ოჯახი მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში დადის, არ დადის, უბრალოდ საკუთარ თავს თუ ქრისტიანად თulis და არა მარტო ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანად. პატრიარქის იმედი, მისი მზრუნველობის, მისი ლოცვის, ძალის იმედი ყველას აქვს. არ არსებობს ოჯახი, სადაც შეიძლება მისი უწმინდესობის სურათი არ იყოს. არ არსებობს სადღაცაც მცირედი რაღაცა სიხარული, სადაც არ ახსენონ მისი ღვაწლი და ეს როგორ შეძლო ამ ადამიანმა? რა თქმა უნდა, თუ კი დღეს ვიტყვით, რომ პატრიარქი ჩვენთვის ნუგეშია, ნამდვილად ასია, ხო? ერთმა კაცმა როგორ შეძლო ეს? რა თქმა უნდა, მისმა უსაზღრო სიყვარულმა, რომელიც ჰქონდა კაცთმოყვარე ღმერთისადმი, დედა ღვთისმშობლისადმი და ერისადმი, ხო? აი მან შეაძლებინა ეს. თუ
თუ ვიტყვით რომ დღეს პატრიარქი დიდია, პატრიარქი ძლიერია, მას უსაზღრო სიყვარული აქვს და ამ სიყვარულმა შეაძლებინა ეს და მე ულოცავ მის უწმინდესობას 93 წელს ნინებოს უფალმა რომ დღეთა სიგრძე მისცეს და ჩემთვისაც როგორც სასულიერო პირისთვის მისი ლოცვა კურთხევით ვარ სასულიერო პირი, ჩემთვის უდიდესი სიხარულია და მიხარია რომ ჩვენ მქონდა შესაძლებლობა დიაკვნად მასთან გვემსახურა და აი რომ ვთქვით რომ ხალხში ასეთი გამოთქვა რომ თვალები ყურებზე მეტად აფასებს და ხედავს ხო ჩვენ ხედავდით როგორ მსახურობდა ის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან და ერთს გავიხსენებთ საპატრიარქოდან დაგვირეკეს და გითხრეს რომ პატრიარქმა თქვაო რომ საპატრიარქო აკურთხით ხო ნუ წავედით რამოდენიმე სასულიერო პირი ვაკურთხეთ როგორც მის მოწმინდესობამ გითხრა საპატრიარქო სულ დავიარეთ ყველგან და მე საღამოთი რომ მორჩით ეს ყველაფერი შევიკრიბეთ და ნუ ყველანი მის ირგვლივ ვარ და ყვება ესეთ რაღაცას მეო პატარა რო ვიყავიო ჩვენთანო სახლშიო მოდიოდონ ხოლმე სასულიერო პირებიო რომლებისადმიო ძალიან დიდი კრძალვა და სიყვარული მქონდაო მეო ბავშვობიდანვეო აიო დღესო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ვარო და იგივე მოგრძალება და პატივისცემა მაქვს ყველა სასულიერო პირისადმი ესაოც არის სიტყვები იყო ეხლა ეს ჩვენ გითხრა ჩვენ ცხოვრების წესით ხედავთ რომ არა მარტო სასულიერო პირისადმი ძალიან ბევრი ადამიანი გეტყვით რომ აი პატრიარქმა ბევრი სიკეთე გაუკეთა მას ეს ბუნებრივი მდგომარეობა მისთვის მაგრამ ამით მზრუნველმა მამამ გითხრა ჩვენ რომ ერთმანეთში პატივისცემა და სიყვარული გქონდა და ვფიქრობ რომ შეგვაძლებინეს კაცნობყარე ღმერთი რომ მისი სიტყვა აღვასრულოთ და ყველაზე მეტად მგონი პატრიარქს ამის გავახარებთ. ამ ჩვენს პროექტს ძალიან ბევრი არაქრისტიანი ადამიანის ხურებს და ელოდება. ეს მე ყველაზე მეტად მან უგეშებს, იმიტომ რომ ერთია როცა მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანი ელოდება გამოთქვავს ამ გულწრფელ სიხარულს და სიყვარულს ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ სხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანის რომ გულანთებული შემოყურებს, ეს კიდე რაღაც სხვა არის და არაერთი შეტყობინება მიმღია, რომ აი მუსულმანი ვარ, მაგრამ აი მიხარია რომ გიყურებ, აი რომ გისმენ, მშვიდდები. რას ვეტყვით ამ ადამიანებს? მოდი ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ზოგადად ადამიანები, ყველა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. ჩვენ გვაქვს ღირებულებები, მოდი ასე ვთქვათ, ხო, შეიძლება სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები გვისმენდნენ ჩვენ, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია შევთავაზოთ? ჩვენ ზოგადად გვაქვს ესეთი ცნება არსებობს, უნივერსალური ღირებულებები, რაზეც ყველა ვთანხმდებით. რომ მაგალითად სიცოცხლის უფლება რომ ყველას აქვს, მაგალითად სიკეთე რომ ყველას უნდა აკეთოს, მადლიერება რომ ყველამ უნდა გამოხატოს. ბუნებრივია ჩვენი მოძღვრებით და სწავლებით ამ ყველაფრის საფუძველი არის ქრისტე. და კაცთმოყარე ღმერთი ხო ანუ აქედან მოდის ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ პროექტში რა ამხსარებლობის ადამიანიც არ უნდა იყოს ჩართული, ანუ მსმენელის თვალსაზრისით გულისხმობ, ხო? ნუგეშს ყველა იპოვის, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვეხებით, ხო? ეს არის აი დღეს გავიხსენეთ რამოდენიმე ადამიანური მაგალითი, ხო? უბრალო მაგალითები, რაც ჩვენ ძალიან დიდ სიცოცხლეს გვაძლევს. აი ეს ერთ სოციალურ ქსელში იყო ასეთი რაღაცა. ვიღაცას ჰქონდა პარკი გადაფარებული ზევით სართულზე. სარეცხი არ ჰქონდა, ქვევით ჰქონდა მეზობელს და პარკი გადააფარა. ჩემთვის აზრათაც კი არ გამჩენია, მაგალითად, მე ვფიქრა ის ქრისტიანი იყო თუ არ იყო ქრისტიანი. უბრალოდ ეს არის მაგალითი ადამიანობისა, ხო, რომ იზრუნა მეზობელზე. ამიტომ ჩვენს ვფიქრობ, რომ აქ ვინც იქნება მაყურებელი, მსმენელი, ძალიან ბერს ნახავს იმას და მოისმენს ის, რაც მისთვისაც ნუგეში იქნება. შეიძლება ბუნებრივია ვერ ვთანხმდებოდეთ სიტყვაზე სხვა რელიგიის ამხსარებელის მქონე ადამიანი იყოს, მაგრამ ნუგეში ძალსახად იპოვის და ხვალინდელი დღის იმედს მე დავტოვებ, რომ ვინც კიდე ხვალარდაზე კრავა ხდება. თქვენი გადაცემის მეშვეობით. მამა, გიახლოვდება შაბათი. ძალიან კაბილი დღესასწაულია ჩემთვის და გეთახმებით. ჩემთვის განსაკუთრებულია ისე როგორც ყველა მართლმადიდებელისთვის შობა. მოდის თვითონ შობის შესახებ ბუნებრივია ალბათ ცალკე გადაცემა გეყოლებათ ისეთი რესპონდენტები, ვინც ცალკე მიუძღვნეს ამას სიტყვაზე მთლიან ეთერს, მაგრამ შობას მინდა გითხრას ალბათ, რომ კაცობრიობა ძალიან დიდი ხანი ელოდებოდა. მას შემდეგ რაც ადამი და ევა 64-დან იქნენ გაძევებულები, აი მას შემდეგ რომ აღუთქვა უფალმა რომ აი მოვიდოდა დრო, როდესაც თესლი დედაკაცისა ხო, აი ამ წუთს სამყარო დიდხანს ელოდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო ხსნა, საწყისი ყოველივეს.
და არაერთი საუკუნე გავიდა 5000 წელზე მეტი ელოდებოდა ჩემო კარგო და აი მოვიდა ჟამი, როდესაც მხსნელი უნდა განკაცებულიყო. და მოვიდა ღმერთი გაკაცდა და რა მოგვიტანა ჩვენ ახლა ამ მნიშვნელოვანი ეს არის რომ გუშინაც მრევლს მაგას ვეუბნებოდი რომ აი მოვდივართ ტაძარში მაგრამ თავარია ვისროლ რისთვის მოვდივართ რა არის ჩემთვის შობა რა მომიტანა ღვთის განკაცება ორიოდე სიტყვით ვიტყვი ბუნებრივია რომ ღვთის განკაცება წინაპორობაა ჯვარცმისა ეს არ უნდა დაგვავიწყდეს მაგრამ ნუგეში რა მაქვს ჯვარცმას ვიცი რომ აღდგომა მოყვება ეს არის ჩემო ძვირფასო ყველაზე დიდი სიხარული აი ამით ღვთის განკაცებით დაიწყო ყველაფერი იმ უდიდესი გამოხსნის საიდუმლოს აღსრულება რამაც ჩვენ ცათა სასუფეველში გაგვიხსნა და ინებოს უფალმა რომ ჩვენ ასე გვაქვს ნათქვამი რომ ქრისტე შობილი იყოს ჩვენს გულშიო და ინებოს უფალმა რომ თითოეულ ადამიანს განემზადებინოს საკუთარი გული ღვთის მადლის მისაღებად შემკარგო. მერტყა დაგლოცოს და გაგახროს. რას ვიტყვით იმ ადამიანებს ვის გულშიც განსაცდელია მარტოობა, მწუხარება რითი ხან უკეშოთ ეს ადამიანები? ნახეთ როგორ არის. მსალო ჩვენ ხო ვიცით რომ წუთისოფელში ჭირი გვაქვს. ასეთი რამ არის ნათქვამი, როდესაც შენ ტირი ხარ წუთისოფელს უხარია. მაგრამ მე ხო ვიცი რომ ეს წუთისოფელი გარკვეულ დროითა მაქვს მოცემული და სხვათა შორის ამ ტერმინს რო ხარო წუთისოფელი საოცარი წინაპრები გყავდა, საოცარი შესატყვისი მოუგონე, შეუთავსეს აი ჩვენს ყოფობას რომ ეს რაღაც მარადიული კი არ არის. არამედ წუთისოფელი ძალიან მცირეა, მაგრამ მოცემული არის იმისთვის სამომე რომ ცათასასუფეველი დავიმკვიდროთ. ამიტომ დღეს თუ ადამიანს მწუხარება აქვს, ოღონდ მწუხარებას განსაცდელს იცით შეიძლება განსაზღვროთ ასე რომ თუ კი მწუხარება რაღაცა დაუშვათ ამ წუთისოფლის საქმეებისა და გამო მაქვს და ამიტომ მწუხარებ არ იქნება სწორი ადამიანი უფრო უნდა ფიქრობდეს იმ სულიერი მომავალზე და იმ გამოხსნაზე რომელიც დაუშვათ ახლა რაზეც ვთქვით რომ შობით მოგვენიჭა თუ მე დღეს განსაცდელი მაქვს თუ კი მე დღეს ძალიან დიდი სურთულები მაქვს ვიცოდი რომ ეს ყველაფერი დასრულდება ცალსახად დასრულდება, ხო, არ ვიცი რა დროში, მაგრამ დასრულდება, მაგრამ თუ მე არ ვიფიქრე საკუთარი სულის გადარჩენაზე, მაშინ ასე ვიტყოდი, რომ უბრალოდ ის რაც დღეს აქ მაქვს, მაინც დროებითია და გაივლის, მაგრამ თუ კი დღეს ქრისტესთან ერთად ვიქნები, ვიცი რომ იქ ამ წუთის სოფლის შემდეგ, გარდაცვალების შემდეგ მაინც გავიხარებ. ამიტომ უნდა შევთხოვოთ კაცმოყვარე ღმერთს, რომ მოგცეს ეს ძალა, აი ნუგეში სწორედ მაგას ნიშნავს, რომ ნუგეში ძალას გვაძლევს, რომ აი ამ გამოწვევებს ვძლიოთ. როგორც ამბობენ მამები კი არ განახარებს ახლა აი დღეს რომ ნუგეშზე ვლაპარაკობ იმ ადამიანებს ვისაც თქვენ მეკითხებით ნუგეში არ განუხარებს მაგალითად მეხსეულად არ აღმოფხრის ყველაფერს მაგრამ ძალას მისცემს და ეს ნუგეში ვთქვით რომ სული წმინდის მოქმედებაა ჩემში ამიტომ ჩემი კავშირი უფალთან აუცილებლად უნდა იყოს რომ სწორედ უფალია აი უფალი ამბობს რომ მე მოგივლენთ თქვენ ნუგეში მისცემს ხო ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტესთან ერთობაში, რომ მისგან მივიღოთ ეს ნუგეში, რომელიც აი ამ განსაცდელების, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, დაძლევაში და იმ დიდი ჯვრის მასე ვიტყოდით, იმიტომ რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენ ეკლესიის წიაღში ასე ვამბობთ, რომ ეს ჯვარია რაღაცა, შეიძლება იყოს ოჯახური მდგომარეობა, შეიძლება იყოს ფიზიკური, შეიძლება იყოს მრავალშვილიანობაც კი ჯვარი იყოს და რთული იყოს, ხო? იმიტომ რომ არ გქონდეს სოციალური პირობები და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერში საღვთო მადლი, ისული წმინდის მადლი გვეხმარება, რომ ეს ჯვარი ვატაროთ. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ამ ადამიანებს უსურვებდი და ვთხოვდი კიდევაც და მოუწოდებდი კიდევაც, რომ აი როდესაც რაიმე მოვედით ჩემ და ყოველნი მაშრონი ტვიდრბძიმენი და მე განგისვენებ თქვენო. აი შვება და განსვენება მხოლოდ ქრისტეში ეწებონ. და ის აუცილებლად მისცემს. პირველად როცა ამ პროექტის შესახებ გაგიზიარეთ, მაშინ მითხარით ისეთი რაღაც რო არასოდეს არ დამოვიწყდება. მართლა? აბა გამახსენე. მითხარით რომ აი ადამიანებს ხო გაუზიარებ და აჩვენებ დიდებულ ეკლესია მონასტრებს, რომლებიც მრავლად გვაქვს ჩვენ და სანუგეშოდ. მაგრამ მინდაო რომ ერთი რაღაც დაიმახსოვრო და ერთი რაღაც გაუზიარო ყველას. რომ ხო ესეთი დიდებულია, ხო ესეთი საოცარია და ესეთი ძვირფასია ეს ტაძარი, მაგრამ გამახსენე. დასრულეთ მაშინ თქვენ. ერთი ადამიანის სული უფრო დიდია და მნიშვნელოვანია. კი ბატონო. კი ჩემო კარგო, ამიტომ მე ვფიქრობ რომ რასაც თქვენ აკეთებთ ეს სწორედ ამას ემსახურება.
ამას ემსახურება, რომ ადამიანს ყველაზე დიდი მცნება, ყველაზე დიდი ღირებულება, რაზეც ყველა მთავრდებით, ეს არის უპირველეს ყოვლისა ღმერთი და ადამიანი. ტაძრებით ეს დიდებული ტაძრებით სწორედ მაგიტომ არის აგებული, რომ ადამიანის სულის ცხონებისთვის არის ეს. და მისი ნუგეშისთვის. ანუ ყველაფერი ეს ადამიანისთვის გექნება ჩემო ძვირფასო და თქვენც რომ ამას აკეთებთ ჩემო კარგო. ხო არის რომ ყველა არ მოდის ტაძარში ვერ ახერხებს, მაგრამ ფიქრობ რომ ორი ადამიანიც 10-ია, ან შემდგომში უფრო მეტი და მეტი თქვენი ამ პროექტის მეშვეობით რომ დაუკავშირდნენ სასულიერო პირებს, გაიგონ რაღაცა ახალი სიახლე და უფრო მეტად ახლოს მივიდნენ უფალს, ეს მარტო იმათთვის არ იქნება ნუგეში. ვინც ამას გაიცდის. როგორ არის ნათქვამი? გამცემი უფრო მეტად ხმარასო. თქვენთვისაც უდიდესი სიხარული იქნება, როდესაც დაინახავ, რომ ის, ვისაც ნუგეში სჭირდებოდა, დღეს რომ ხედავ, რომ ნუგეში მისცემულია და დამშვიდებული. ეს თქვენთვისაც დიდი სიხარული იქნება. მე ამის იმედი მაქვს. გაიხარისო, დაგვიცოთ და გაგახაროთ ქრისტე. კიდე მრავალი კარგი საქმე თქვენ და თქვენს კოლექტივს, თქვენს მეგობრებთან ერთად. გაიხარით, დაგვიცოთ ქრისტე. გაიყინე ხო?